მოგესალმებით, ვიფასო მეგობრებო, ფიქრობდი ახლა რომელი ვიდეო ამეტვირთა და ჩამევარდა ხელში რიჩარდ გრის ახალი ვიდეო. გახსოვთ მე მაქვს დადებული რამდენიმე ვიდეო გადათარგმნილი უბრალოდ რიჩარდ გრის როგორ ყვება მაგი გახსნაზე. თუ გახსოვთ 24 წლის დეკემბრისთვის თუ ნოემბრისთვის მოხდა დრონების გაშვება ნიუ-ჯერსიში და ის ხსნიდა თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული და ის ემზადებოდა მარტო ის არა სხვაებით ბევრი ემზადებოდა გახსნისთვის ინფორმაციის გახსნისთვის უცხოპლანეტებზე ტექნოლოგიებზე მაგრამ სამწუხაროდ მოხდა შეფერხებაო როგორც მოგითხარით კაუცველას მეოთხე ვიდეოში დაიწყეს იმ ხალხის მოცილება რომლებმაც ხიმტრასთან დაკავშირებით ბევრი რამ იცოდნენ რომ არ გამოსულიყვნენ სიტყვით და არ გაემხილათ ეს ამბები აგრეთვე მე ხა თქვენ პირდაპირ ვიდეოდან გადაგითარგმნით თუ რა მოხდა რა შეფერხებები მოხდა ამ ინფორმაციის გახსნასთან დაკავშირებით და ახლა თქვენ რასაც წარმოგიდგენთ ეს არის სპეციალური რეპორტაჟი სტივენ გრილისა ეს ვიდეო ატვირთულია ამ წლის 11 ივლისს ესე იგი ახალი ინფორმაცია ხო მე ერთი თითქმის 2 თვე თუ არ ვცდები თუ ესე მეტი არ ჩამეთია ინტერნეტი რადგან რაღაცებს წერდი თან კარგათაც არ ვიყავი ხო და მოდით დავიწყოთ რიჩარდ გრი იმყოფება ერთ-ერთ შოუზე აქ არ წერია სახელი და გვარი ვერ ვხედავ კარგი რა მნიშვნელობა აქვს მე მინდა თქვენ გადმოგცეთ ის ინფორმაცია თუ რასაც აწვდის ახლა რიჩარდ გრი ამ ვიდეოში წამყვანს რიჩარდ გრის გადაუღია დოკუმენტალური ფილმი დასახელებით ასიმეტრიული ინფორმაციის გახსნა და წამყვანი ეკითხება რას ნიშნავსო ასიმეტრიული ინფორმაცია და მართლაც რას ნიშნავს ასიმეტრიული ინფორმაცია რიჩარდ გრი პასუხობს ასიმეტრიული ინფორმაცია ნიშნავს იმას რომ ეს ინფორმაცია არ არის ეს ინფორმაცია არ იხსნება როგორ გითხრათ არ გამოდის საერთო ინიციატივისგან მაგალითად ამ შემთხვევაში ინფორმაციის გახსნა ხდება არა კოლექტიურად ხომ გესმით ჩემი ესე იგი არა კოლექტიურად არამედ საფრთხე პიროვნებებისაგან და ამიტომ ქვია ამას ასიმეტრიული ინფორმაცია ხო ერთიანად დაუშვათ რომ გამოვიდეს მთავრობამ და რაღაც ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენ ეს არ იქნება ასიმეტრიული ინფორმაცია მაგრამ თუ გამოვა ერთეული პირი ინდივიდუალურად ესე იგი არ გამომდინარეობს კოლექტიური მონდომებით ესე იგი საფრთხე პიროვნებები ხსნიან მაგალითად ამ შემთხვევაში ინფორმაციის გახსნასთან დაკავშირებით გამოდიან ერთეულები ცალ-ცალკე როგორც მაგალითად ელიზაბეთ პრელი ცალკე გამოდის რა ქვია იმ კაცს ისმაელი პერესი ცალკე გამოდის ინფორმაციით ხო ალექს კოლერი ცალკე გამოდის ინფორმაციით და ასე შემდეგ ხომ გამოდიან ინსაიდერები თავთავისი ინფორმაციით ამას ეს არის ასიმეტრიული ინფორმაცია იგენი არ დგებიან მაგალითად ეკრანის წინაშე და კოლექტიურად არ ამბობენ რამეს
ხო და თან ესენი ეძებენ მოწმეებს, ხო? და ის მოწმე თუ წარსგება სახალხოდ, ან სახალხო გიტყვის სათქმელს, ისიც ასიმეტრიული ინფორმაციაა. და ეს ყველაფერი გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიწყო 1993 წელსო, როდესაც მე ჩავაყენეო საქმეში ბილი კლინტონი. ბილი კლინტონი მაშინ იყო ცრეულის ხელმძღვანელი. და ეს ინიციატივა გამოდიოდა მოქალაქეებისგან, ინფორმატორებისგან და ასე შემდეგ. ჩვენი ორგანიზაციისთვის ინფორმაციასთან გახსნასთან დაკავშირებით. ასე რომ, როდესაც ჩვენ შექმნით მოძრაობა ინფორმაციასთან გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ აღმოჩნდით სიტუაციაში, როდესაც სადაც იღებენ მონაწილეობას მსხვილი სამართალო დამცავი ორგანოები. მათ შორის კონგრესის რამდენიმე წევრი და თეთრი სახლის თანამშრომლები, წევრი, ახალთანადობობის ხალხს გულისხმობს რიჩარდ გირი. ხო, და იმისთვის, რომ ცეცხლი დაანთო, ინფორმაცია მოდისო ინსაიდერებისაგან, რომლებიც წარადგენენო დამამტკიცებელ ფაქტებს ამ ასიმეტრიულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ისინი წარადგენენ მტკიცებულებებს, რომლის უარყოფა შეუძლებელია. როგორც ბერმა თქვენგანმა იცის, ახალი მთავრობის ინაგურაციის დღეს, ინაგურაციამდე უпростоრა იყო შექმნილი ჯგუფი, რომელსაც უნდა გაეკეთებინა ეს საქმე, ანუ გახსნასთან დაკავშირებით. მაგრამ სამწუხაროდ ხომ ამბობდა, მე არ მახსოვს რომელ ვიდეოში, ამბობდა მართლა რიჩარდ გირი, ამბობდა, რომ ხალხი უნდა გამოსულიყო სიტყვით, თავისი დამამტკიცებელი ფაქტებით, მტკიცებულებებით და ეს ხალხი დაარწმუნეს, არც შეიძლება ძალით, შეიძლება ნებით, შეიძლება სიტყვიერად, შეიძლება რაღაც შანტაჟით დაარწმუნეს, რომ მათ ეს არ გაეკეთებიათ, ანუ არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ინფორმაციის გახსნაში, ანუ არ ეთქვათ, არ მიეწოდებინათ ხალხისთვის ეს საჭირო ინფორმაცია. გადააფიქრებინეს ეს ხალხი, ამ ხალხს გადააფიქრებინეს, წარმოდგენილიყვნენ მოსახლეობის წინაშე და გაემხილათ ინფორმაცია გახსნასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. იგივე უცხო პლანეტელებზე. რადგან მათ უთხრეს, რომ ის იქნება ინფორმაციის კატასტროფიული გახსნა და არა ასიმეტრიული. ანუ ნელ-ნელა, მშვიდად, თანდათანობით, რომელიც მოდის ზოგადად პიროვნებებისგან. და უცებ რო ეტყვითო ხალხს, კატასტროფიული მოქმედება ზეგავლენა ექნებაო მათზე. და მეც ვამბობო, რომ ეს გახსნა, ინფორმაციის გახსნა უნდა იყოს ასიმეტრიული, თუ არა და სტატუსი კვო შენ არ ჩუნდებაო. არ ვიცი რა სტატუსი კვო. ხო, აგერ შევედი ინტერნეტში, რა არის სტატუს კვო. ეს არის ლათინური სიტყვა, სტატუს კვო, ლათინურიდან თუ გადათარგმნი, ითარგმნება ასე, მდგომარეობა, რომელშიც რომელიღაც სფეროში, საზოგადოება იქნება ეს, ეკონომიკა იქნება თუ საერთაშორისო ურთიერთობები. ეს ტერმინი გამოიყენება ხო, რამე
ტერმინ ნივთიერებების სიტუაციების შესანარჩუნებლად ან აღსადგენად ნივთების წინა მდგომარეობისა ან შეიძლება ყველაფერი იქნეს, ყველაფერი გულისხმობა ამაში. ხო, იგივე ახლა ნახე შემთხვევით, იგივე სასამართლო პროცესებში ხომ ხდება მაგალითად იქ დამნაშავესთან დაკავშირებით ან გასამართლებლად დაუშვათ დამნაშავეს ან გასამტყუნებლად გამოიყენება status quo, ესე იგი შენარჩუნდება ძველი მდგომარეობა, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. მეგონი გასაგებად გითხარით. ამასა დამატებით ის კორუმპირებული სტრუქტურა, მე თქვენ გეუბნებოდით, რომ ჯერ ჩრდილოვანი სახელმწიფო და კაბალა არ არიან წასულები, მათი რაღაც ნაწილი კიდევ ფლობს რაღაცებით და აკონტროლებს რაღაცებს და ეს კორუმპირებული სტრუქტურა ხელს უშლის კონგრესის ყველანაირ სურვილს დართოსნება მოხდეს ინფორმაციის გახსნა და ეს კორუმპირებული სტრუქტურა ყველანაირად უშლის ხელს უკეტალ ჟანგბადს, რომ ეს ინფორმაცია ამ ინფორმაციამ კარგაშონოს და ეს ინფორმაცია არ მივიდეს მოქალაქეებამდე. ხო და კონკრეტი ზოგი წევრი ღიად გამოვიდა და თქვა, რომ ისინი უშლიდნენ ხელს, რომ ეს არ მოხდარიყო. არ დაუმალავთ, პირდაპირ გამოვიდნენ და თქვეს ღიად, რომ ისინი უშლიდნენ ხელს ინფორმაციის გახსნას, რაც არის დანაშაული. და რიჩარდ გერი ამბობს, რომ მე ახლა ვაპირებ თქვენ გითხრათ ისეთი რაღაცა, რაზეც თქვენ ადრე არ მოგისმენიათ. უკვე გამოვიდა, დაიწყო უпростоრად გამოძიება, რომელიც ჩვენ რომლის მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ წარუდგინეთ გამოძიებას. ხო, მე ისიც რა აქ არის კითხვა პასუხებით, მაგრამ მე თქვენ ცალკე არც კითხვას დაგიკითხავთ, არც როგორც ხდება ხოლმე დებატებით. არა, მე ჩვეულებრივად თქვენ გიყვებით. საერთო აზრი გამომაქვს და გიყვებით, რომ დრო არ წაიღოს ამ ვიდეო. მე ვიდეო ძალიან გრძელია და თქვენ ბევრჯერ მithქვამს მე, რომ ბევრჯერ გამიყვია ვიდეო 2 და 3 ნაწილად. ამიტომ რომ გრძელი ვიდეო არ გამოვიდეს, მე შევეცადე მხოლოდ თავარი აზრი გამომეტანა, რადგან თქვენ შემოსვენილებო არ გადაიღალოთ. იმიტომ რომ მე ისე ვლაპარაკობ თითქოს და მიჭირდეს მოსმენა კითხვა, მაგრამ მე ასეთი საუბარი ახლა მაინც მე ვუსმენ და ისევ თარგმნი. ხო? და რატო ვაკეთებ ხოლმე პაუზებს, რომ მოვძებნო საჭირო სიტყვა, გასაგების სიტყვა, იმისთვის რომ თქვენ გაიგოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა. ამიტომ ნუ მიწყენთ. ოპერაციები, რომელიც ითვლება უკვე ვადაგასული, დღესაც ტარდება.
გავიდა 70-80 წელი, მაგრამ ეს დაძველებული პროგრამები დღესაც სრულდება. და ეს ყველაფერი დაკავშირებულია NLO-სთან, არამედ ტექნოლოგიებთან. და არის ნაწილი უზარმაზარი დამნაშავე ან დამნაშავე ორგანიზაციისა. ხდება მკვლელობა, ქრთამის აღება, ზედაწოვა, სახელმწიფო თანხის მითვისება, მკვლელობები და სახელმწიფო ღალატი. და ამას ყველაფერს ჩადის ტრანსნაციონალური დამნაშავეთა ორგანიზაცია და მათ ჩვენივრად ესმით, რომ მათ მოთხოვენ პასუხს. პრობლემა ისაა, რომ მათ წნეხის მათ შეიძლება წნეხი შანტაჟის დახმარებით მათ მიერ, ვისაც აქვთ ფედერალურ სახელმწიფოში ფაილები, სადაც რითაც შეუძლიათ ეს ფაილები შეუძლიათ გამოიყენონ და დააშანტაჟონ ისინი. ამ კვირას ჩვენ ვიწყებთ მოქმედებას და ჩვენ ვიწყებთ ამ ფილმით, დოკუმენტური ფილმით, რომელიც მე ვახსენეს დასაწყისში, ასიმეტრიული ინფორმაციის გახსნა და კიდევ ჩვენ გამოვიყენებთ მეორე ფილმს, რომელიც გამოვა შემოდგომაზე, ანუ ამ წლის შემოდგომაზე. და ჩვენ შევეცდებით გახსნა და გამოვაქვეყნოთ ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გამოქვეყნებულიყო 20 იანვრამდე, როდესაც მოხდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, მაშინ უნდა მოხდარიყო ეს ამბავი. ესე იგი, უნდა მოხდარიყო 25 წლის 20 იანვრს. ინაუგურაციის შემდეგ უნდა მოხდარიყო ამ ინფორმაციის გახსნა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. შეფეხდა. იმისიც რომ მოხდეს გახსნა ამ ინფორმაციისას საჭიროა მამაცი გამოაშკარავებლები, რომლებიც წარადგენენ მტკიცებულებებს, რომლის უარყოფა შეუძლებელი იქნება. მე ვგულისხმობ სქემებს, საბუთებს, მტკიცებულებებს, ამბობს რიჩარდ გრირი. გამოსახულება, ვიდეო. ახლა ჩვენ ურთიერთობთ ასეთ ადამიანებთან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იყო მკვლელობები და ჩვენ ისიც ვიცით, თუ ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობები. და ეს სახლები და გვარები იქნა გადაცემული სამართალდამცავ ორგანოებს. NLO-ს გარშემო საიდუმლოება ინახება 50-იანი წლების შემდეგ. წამოიდგინეთ, რამდენი წელი გავიდა. რიჩარდ გირი ამბობს, რომ მე ვამაყობ, რომ ვარო აუთსაიდერი. ჩვენ ფილმების პოდკასტების დახმარებით ვაწარმოებთო მედიაზე წნეხს და ვთხოვთ ინსაიდერებს, რომლებიც მზად არიან გამოაშკარავონ საჯაროდ თავიანთი ინფორმაცია, გამოვიდნენ, ელაპარაკონ ამ თემებზე, რადგან მე შემიძლია პირდაპირ დავაკავშირო ისინი ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი მათ დაიცავენ და დრომდე შეინახავენ ამ მტკიცებულებებს და საიდუმლოებებს, სანამ არ მოვა დრო მათი გახსნისა. აი, რატომ ხდება ამ ასიმეტრიული ინფორმაციის გახსნა ბიუროკრატიის ზეგავლენის გარეშე, რადგან არც თავრობას ეხება ეს და არც არცეთ ეგრეთ ვთქვათ გაყოფილებებს, ხოლმე არ ვიცი ხა იქ თავრობაში რა გაყოფილებებია, რას გულისხმობ ამის ქვეშ,
ხო არის ეს ყველას ხომ თავთავისი დავლება აქვს, თავთავისი თანამდებობა და ასრულებენ თავის თანამდებობასთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ ის, რასაც აკეთებს რიჩარდ გირი, ეს ხდება ამ სტრუქტურისაგან დამოუკიდებლად. ხომ გამიგეთ? მე მაქვს კონტაქტები, ამბობს რიჩარდ გირი, მე მათ ვუწოდებ თეთრ და ამ თეთრი ქუდების უმრავლესობა წევრებისა ზის მთავრობაში, კონგრესში, მუშაობენ საჯაშუშო სტრუქტურებში, ჯარში, ხომ ინფორმაცია უცხო პლანეტელებზე არ არისო მთავარი არისო ინფორმაცია ტექნოლოგიებზე. ამბობს რიჩარდ გირი, რადგან ეს ტექნოლოგიები წარმოადგენს მეცნიერებას და ჩვენ გვინდა გავხსნათ ამ მეცნიერების მიღწევებიო, რომლებიც სამუდამოდ შეცვლიანო სამყაროს უკეთესი მიმართულებით. მაგრამ ეს ყველაფერი გაანადგურებს აქტივებს $3 ტრილიონ. გაანადგურებს კორპორატიულ ნავთობს, აირს, ნახშირს, რეაქტიულ ძრავებს, რაკეტებს, ავტომობილებს, რაკეტის და ავტომობილის ძრავებს და ყველაფერი ეს დაძველდება, როდესაც გაიხსნება თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ეს ყველაფერი არ დაჭირდებათ. ამის გამო კლავენ, უფრო ნაკლებ თანხის გამოც კლავენ. და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. და ეს ამ გამოგონებლებს არ ისმით ამის ყველაფრის, თუ რა პრობლემები დგანა მათ წინაშე. ცერეულის დირექტორმა გაიგო, შეიგონეს ყველაფერი, მაგრამ მას უნდა გაეგრძელებინა თამაში შპიონის წინააღმდეგ, ან აგენტის წინააღმდეგ. მან დაუშვა შეცდომა, მან არ შექმნა სისტემა, თუ რამე დაემართება ინფორმაცია გადაეცა ვინმესთვის, რომ ეს ტექნოლოგიები მოხვედრილიყო ინტერნეტში, ან გაჟონილიყო ინტერნეტში, ასე ვთქვათ. რადგან თუ თქვენ გაქრებით, თქვენ შესაბამებოდეთ იქნება ხეს, რომელიც დაეცა ტყეში და რომელზეც არავინ არაფერი იცის. ანუ თქვენ თუ გაქრით, ეს იქნება შემოჩნეველი, ვერც კი შეამჩნეს, ვერამის შეამჩნეს, თქვენ როგორ გაგაქრობენ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც არ უნდათ რომ მათი სახელები გაჟონონ, არ უნდათ რომ რიჩარდ გირმა დასახლოს მათი სახელები, მაგრამ ისინი ზათ არიან მიაწოდოს რიჩარდ გირს ახალი ინფორმაციები, ყველაფერი რაც კი იციან, რაც კი არის მათ ხელში, მაგრამ მათ სახელები და გვარებით დასახელების გარეშე. მაგრამ არიან ისეთი ინსაიდერები, რომლებიც ზათ არიან გარისკონ და წარდნენ საჯაროდ ინფორმაციით. და 90-იან წლებში ადამიანებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ვინც მუშაობდა თეცახში, კონგრესში, მე გავიგე, რომ ისინი ინფორმაციას არ ხებულობდნენ ჩემგან გადაცემულს. მაგ ადამიანებამდე ჩემი მიერ გადაცემული ინფორმაცია არ მიდიოდა. ხომ, ამ ადამიანების წვდომა იქნა ანულირებული, რადგან ეს ადამიანები აღმოჩნდა დამნაშავეები. მე მიმართ მთავრობას თხოვნით, ამბობს რიჩარდ გირი. ჩვენ შეგვიძლია გამოვაქცეოთ ყველა დოკუმენტები და ამით ჩვენ არ დავარღვევთ ქვეყნის უსაფრთხოებას. სამართალდამცავი თანამშრომლები ეთანხმებიან ყველაფერ იმას, რაც მე ახლა ვთქვიო, ამბობს რიჩარდ გირი. ამათ ყველას ესმით, რომ ეს პროგრამები, რასაც აწარმოებდნენ, იყო
არის არა კანონიერი. მე გამერთელესო ჭორი, რომ თითქოს მე წარმოვადგენო რუსეთის აგენტს. ეს იცრუე, მაგრამ ეს არის დანაშაული, როდესაც შენ გამოგყავენ როგორც სხვა ქვეყნის აგენტს. ეს ძალიან სერიოზული ბრალდება, როდესაც მე გამოვყავართ შპიონად, რადგან მე მაქვს მთელი დაზგა მტკიცებულებებისა, რუსეთის მტკიცებულებები, რომლებიც ჭირდება ზედამხედველობის პალატას, პატიეთ და ცდილობენ მე გამანეიტრალონ და მე ვთლიო, რომ ამ ხალხსო უნდა მისცეო საკმარისი ბაწარი, რომ მაგათმა საკუთარი თავი ჩამოიკიდონო. წამყვანი ეკითხე ეუბნება ხარ რიჩარდ გირს უთქვამს, რომ უნდა ასტეროიდის ოკეანეში ჩაგდება, რომ გამოიწვიონ ცუნამი. ხო, არ გაგიკვირდეთ. მიწის რა იაპონიაში ხომხელოვნურად იყო გამოწვეული. მაგათმა ააფეთქეს ატომური ბომბი ოკეანის ფსკერზე, ახლოს სანაპიროსთან, იაპონიის სანაპიროსთან, რამაც გამოიწვია წარმოშვა დიდი ტალღები, რაც დაატყდა თავს იაპონიის კუნძულებს, ხო? ამიტომ მე არ მიკვირს, როდესაც რაღაცები მესმის. თურქეთშიც მიწისა იყო გამოწვეული ხელოვნურად. და წამყვანი ეკითხება სტივენ გრისს, თქვენ საიდან გაიგეთ ამ ოპერაციის შესახებ, ესე იგი, რომ ასტეროიდის ჩაგდება უნდათ ოკეანეში და გამოიწვიონ ცუნამი. სტივენ გრი ამბობს, რომ არსებობს მთელი ტექნოლოგიების თაიგული, რომლებიც იყო გამომუშავებული 50-იანი წლიდან და იყვნენ დაკავშირებული მასობრივ კონტროლთან, გრავიტაციასთან და ასე შემდეგ. და ამ ორგანიზაციის ნაწილს უნდა შექმნას ქაოსი მთელ სამყაროში და შემდეგ რომ ამ ქაოსში ჩაერიონ და შექმნან თავიანთი და გამოიყენონ ეს ქაოსი და შექმნან თავიანთი ტოტალიტარული ახალი რეჟიმი, რომელიც მართავდეს იქნება პლანეტას. ამისით იყო ჩადენილი ტერაქტი 11 სექტემბერს, ამისით იყო გამოყენებული კოვიდი. 90-იან წლებში მე მყავდაო წყარო საჯაშუშო სტრუქტურაში, რომელმაც მოყვაო პროგრამებზე, სადაც მათ შეეძლოთო გადაედგლებიათო ასტეროიდი და შეეძლოთ ეს ასტეროიდი მიემართათ დედამიწისკენ, ან მის სიახლოვეს. 2 წელს უკან ჯეიმს ბამბერსმა, რომელიც მონაწილეობდა ამდაგარ ოპერაციებში და რომელსაც ეგონა, რომ მე შოკში ჩავარდებოდი, მაგრამ მე უპასუხეო, რომ მე ამის შესახებ ვიცოდი 90-იან წლებშიც და რომ არსებობდა ოპერაცია, პროგრამა, რომლის დახმარებით შეგეძლოთ ასეთი ობიექტების გადაადგილება. ამ შემთხვევაში ჩაერიან უცხო პლანეტელები და ეს ასტეროიდი, რომელიც უნდა შეჯახებოდა დედამიწას, გზა ჩამოაშორენ დედამიწისკენ მიმართულ გზას. ანუ არ მიცემს საშუალება ასტეროიდს დედამიწას შეჯახებოდნენ. იცით რა? ახლა გამახსენდა მე, რომ იყო ამ წლებში, ამ 2-3 წლის უკან, არ მახსოვს ზუსტად როდის, ინტერნეტში ნათქვამი, რომ დედამიწას უახლოვდება ასტეროიდი. ასე მოამზადეს ხალხი და რომ შეჯახება დედამიწასთან იყო გარდაუვალი. შემდეგ ეს ასტეროიდი სადღაც გაქრა. ახლა მიხვდი სად გაქრა. და მინდა მიმართო იმ ხალხს, რომლებსაც არ წამსო, რომ უცხო პლანეტელები არსებობსო და ფიქრობენ, რომ ეს მიფიაო, მინდა ამ ხალხს უთხრაო, რომ უცხო პლანეტელებმა ბევრჯერ გადაგვარჩინესო ჩვენ. ძალიან ბევრჯერ. მეც ვეთანხმები რიჩარდ გირს. ვეთანხმები.
რატომ და იმ ხალხს, რომელსაც მე ვესაუბრები, ზოგს საერთოდ არ ჯერა, ის კი არა უცხოპლანეტელებისა, უარყოფენ, რომ ისინი არიან სულები. წარმოგიდგენიათ? უარყოფენ. მე არ ვარო სული, მე ვარო ფიზიკური სხეული. და ასეთი ადამიანები დადიან ეკლესიაში დღეს. თავი მოაქვენ მორწმუნებად. და ამბობენ, რომ ისინი ცხოვრობენ ამ ერთი ცხოვრებით, რომლითაც ცხოვრობენ. და ამ უცხოპლანეტელებმა ჩვენ ბევრჯერ დაგვეხმარენ. არა მხოლოდ ატომური კატასტროფებიდან, არამედ გეოფიზიკური კატასტროფებიდანაც დაგვიცვეს. მაპატიეთ, არა მხოლოდ ატომური კატასტროფებისაგან დაგვიცვეს, არამედ გეოფიზიკური კატასტროფებისაგანაც. იცით რა, ხანდახან მე მინდა ჩქარა გადავთარგმნო და უცებ, ამიტომ უშვებ ასეთ შესწომებს. ხო. და ვინც მე დაუშვათ არ მოწოს ჩემი ან ნათქვამი, ან ლაპარაკი, კი ბატონო, თქვენ აიღეთ ეს მოვალეობა თქვენზე და გადათარგმნით რუსულიდან ტექსტები პირდაპირ გზით. არა მგონია, ახლა თქვენ თუ რუსული თუ არ იცით, თქვენ ეს გამოგივიდეთ, ხო? უბრალოდ ადამიანს რომ უნდა ჩქარა გადმოსცეს რაღაც ინფორმაცია, მაგას ეშლება ხოლმე. რა მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენი მიწის ტექნოლოგიები მიაღწევენ უცხოპლანეტელების ტექნოლოგიის დონეს და ჩვენ მათ არენიდან გამდევნით. ვინ დაიცავს მაშინ დედამიწას ფსიქოპატებისაგან? ამ ფსიქოპატების სიაში შედის ტრანსნაციონალური ორგანიზაციებიც. ჩემი ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ 2 წელიც კი გავჭიმოთ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ცხოვრება. 2 წლითაც კი გავჭიმოთ. და კიდევ ერთი პრობლემა, რაც არსებობს, ეს ის არის, რომ ადამიანებს ყოველთვის ესმით ყველაფერი უგუღმა. მე სულ ვამბობ, რომ ოპერაციები ცრუ დროშის ქვეშ დაიწყო სადღაც 50-იანი წლების დასაწყისში, 60-იანი წლების დასაწყისში. და ფსიქოლოგიური ომი ცრუ დროშის ქვეშ დაიწყო 50-იანი წლების დასაწყისში. და სიმართლე უნდა იცოდნენ ხალხმა მარტო კი არა, არამედ იმ სამხედროელებმა, რომლებიც ემსახურებიან ამერიკას, რომლებიც არიან პატრიოტები ამერიკის, მაგრამ სიმართლე არ იციან. აგრეთვე სიმართლე შეიძლება არ იცოდნენ სახელმწიფოს ხელმძღვანელებმაც, უმრავლესობამ. და ამ ინფორმაციის გახსნა დაეხმარება ყველას. ხალხი, რომლებიც მონაწილეობს ამ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში, ისინიც არიან პატრიოტები, ისინიც არიან კარგი ადამიანები, მაგრამ მათ სიმართლე არ იციან. ბევრს ატყუებენ, ბევრი მოტყუებითაა ამ საქმიანობაში ჩათრეული. როდესაც ისინი იყვნენ უფრო ახალგაზრდები, მათ დაუგეს მახე და ჩაითრეს ამ საქმეში. ერთმა მათგანმა რამდენიმე წლის უკან მითხრა: მადლობა თქვენ იმისთვის, რასაც აკეთებთო, რითაც ეხმარებითო იმათაც, ვინც გაიჭედაო მეორე მხარეს. ის ამბობდა იმაზე, რომ გაიჭედა ამ უკანონო ოპერაციების სამყაროში და მათ უნდათ იქიდან გამოსვლა, მაგრამ მათ თქვეს, რომ სჭირდება დაცვა, რადგან ეს კიდევ ჯერ სარისკოა და არის შიშები. ადამიანები ნერვიულობენ თავის თავზე, თავის ოჯახის წევრებზე, შიშობენ, რომ მათ რამე არ დაემართოთ. და მე არ ყოფნისო მოთმინება, არ ვიციო რა დროს აფეთქდებიო, რადგან ზოგი ფედერალური ოპერაციები იჭიმებაო და ინფორმაციას, რომელსაც ისინი ფლობენო, არ იყენებენო.
მათ აქვენა ინფორმაცია იციანო სიმართლე, მაგრამ მე მინდა ამ ხალხმა შეიგნონო, რომ მათ შეუძლიათო იმუნიტეტის მიღება. ანუ მათ დაიცავენო. და ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ბევრი ჩემგან მიწოდებული ინფორმაცია კონკრეტულებზე მათ მისამართამდე არ მისულაო. და ამ ხალხმა ბევრი მოიტყუაო. ის მაგათმა შეუშალესო ხელი ფედერალურ გამოძიებას და ამით მათ ჩაიდინესო დანაშაული. ამიტომაო მე უკვე მოცნება ამყოფნისო, რადგან ეს საქმე ჭანურდებაო, დიდი ხანი უყვე მიდისო და ამდაგური ინფორმაცია, რომ მე ვარ შპიონი, რუსეთის შპიონი და მასადის აგენტი, ეს ხომ არ შეესაბამებაო სიმართლეს, ესე იგი, აქაც დანაშაულს ჩადიანო. მე არ გონიაო, ეს ყველაფერი დამთავრდებსო 28 წლამდე, ჩვენ დრო არ გვაქვს ამდენი. და გრძელდებაო უცხო პლანეტელების ხომალდების განადგურება. და იარაღი, რომელსაც იყენებენო, უფრო თანამედროვე ხდებაო. ხელიდან არ უშვებენ უცხო პლანეტარული ხომალდის განადგურებას. ჩრდილოვან სახელმწიფოს მიზდარჩა ამ ჩრდილოვან სახელმწიფოსგან მათ არ უნდათ ხელისუფლება დათვონ. მე ვთქვი მაშინ, როდესაც რიჩარდ გერი გამოვიდა 24 წლის ნოემბრის-დეკემბრის ვიდეოში, რომელიც მე გადავთარგმნე, მან თქვა, რატომღაც მეც მეგონა, რომ ტრამპი ამას ყველაფერს დაადგმდა თავს, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ხარე, რომელსაც არ უნდა მოხდეს გახსნა ინფორმაციის, მოქმედებს ცალკე, თავისი ნერვით. და სანამ გაგრძელდებაო ეს ყველაფერი, სანამ სამყარო საპასუხო ნაბეს არ გადადგამსო, აქ იგულისხმება კოსმოსური სამყარო. და სახელმწიფო ახალი მთავრობაც იყო მოტყუებული, რადგან სწორი ინფორმაცია არ მიეწოდაო. ინფორმატორებიცო, რომლებიც მზად იყვნენო, გამოსულიყვნენო, თავიანთი ინფორმაციით 24 წლის ბოლოსო ამ წელს იქნენო ისე დამუშავებული, რომ გადაიფიქრესო. ინფორმაცია, რომელიც მე მომაწოდა რასვედკამო, ამ ინფორმაციიდან გამომდინარეო, მე გავიგიო, რომ ჩვენ გაგვიმართლევსო, თუ მივახციეთო 2027 წლამდე. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არ მგონია 2027 წლამდე მაგათმა მიაღწიონ, იმიტომ რომ ახლა ეს უკვე მე ვამბობ ამას სხვა წყაროს დაყრდნობით, მე გითხარით, რომ მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა და მე როგორ გითხრათ, გადავამოწმო და მაგრამ მე უსვენ ბევრ ინსაიდერებს, ბევრ კონტაქტორებს და იქიდან გამომაქვს ჩემი დასკვნა. ზოგის დაცვის მიხედვით ხომოდის ენერგიები კოსმოსიდან მოხდება, რადგან ეს ენერგიები იმატებს და ძლიერდება ენერგეტიკა დედამიწის, კიდევ უფრო გაძლიერდება. ახლა მაგალითად დღეს 34 გრადუსია სიცხე. ეს რას ნიშნავს?
ეს ნიშნავს იმას, რომ ენერგეტიკა მომატებულია დედამიწაზე და ამიტომ ცხელა. ეგ ყველაფერი მზისგან წამოსული კოსმოსიდან, მზისგან, ყველა მხრიდან ღებულობთ ჩვენ ენერგიას. და მინდა გითხრათ, რომ ვერ გაუძლებენ ბნელი ძალები, დაბალვიბრაციული ძალები ამ მაღალ ენერგეტიკას. ამიტომ ესენი ჩtildeონის სახელმწიფო აგონიაშია და უნდათ ხალხში ჩათესონ შიში, პანიკა. თუ მოსახლეობაში ჩათესავენ პანიკას, შიშს, გავრცელდება ნეგატიური ენერგია, ხომ? და დიდი რაოდენობის ნეგატიური ენერგია იწვევს სივრცის ვიბრაციის დაწევას. თქვენ იცით, რომ აბა, როგორ არა სივრცე შეიძლება იყოს მაღალვიბრაციული, შეიძლება იყოს დაბალვიბრაციული და ამ სივრცის ვიბრაციებს ქმნის ადამიანი მის გარშემო. თქვენ თუ ჩავარდით პანიკაში, თქვენ თუ შიშებით გაიჯერეთ თქვენი საკუთარი თავი, თქვენი ვიბრაცია, თქვენ გარშემო, თქვენი სივრცის ვიბრაცია, რომელშიც თქვენ იმყოფებით, შეიძლება დავარდეს. თქვენ იცით, რომ შეიძლება დროსაც აქვს მაღალი და დაბალი ვიბრაცია. ყველაფერს აქვს. ეს არის ცდელობა. მაგრამ დედამიწა ისე შორსა წასული, იმ უკან იმ წერტილს გადააბიჯა დედამიწამ, საიდანაც დაბრუნება შეიძლება. არაფერი გამოუვათ. ამიტომ ერთ-ერთი საშუალება თუ თქვენ გინდათ ნამდვილად თავი დააღწიოთ ამ ძველ სისტემას. იყავით ხნედ, უნდა არ ვქრდეთ პოზიტივს, უნდა აჯერებდეთ თქვენ სივრცეს, თქვენ გარშემო დროს პოზიტიური ენერგიით, მაღალი ვიბრაციებით. რამე შეცვლით, ვერაფერს ვერ შეცვლით. თქვენ ვერაფერს ვერ შეცვლით. ხო? დაუშვათ რომს მოხდეს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პოზიტივით ნამდვილად. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი რეალობა. მომავალს ქმნის თვითონ ადამიანი. თუ ერთი 100 ადამიანი შეგროვდება ხელი ჩაკიდებული დადგებიან წრეში და იფიქრებენ მხოლოდ კარგზე, იგი გავლენას მოახდენს კარგ მომავალზე. დამიჯერეთ. რიჩარდ გრერი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უცხოპლანეტარული ხომალდების ჩამოგდება მიზნობრივად. ეს გრძელდება დღესაც, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ბევრ პრობლემას. მე ვყოფილი ვარ, რომ ამბობს რიჩარდ გრერი რამდენიმე ობიექტზე, სადაც ახდედნენ უცხოპლანეტარული ხომალდების ჩამოგდებას და შემთხვევით ამ დამიზნების დროს ჩამოუგდიათო ბევრი სამოქალაქო თვითმფრინავები და მოუწყვდიათო ხალხი, რომლებიც იგიჟდაო. ესე იგი, ამ საქმეს ეწოდებაო მშვიდობიანი მოსახლეობა. ისინი აგროვებდნენ ამ დაღუპულების სხეულს, წვავდნენ, მტკიცებულებები რომ არ დაეტოვებინათ და საფრენი აპარატი კი ანადგურებდნენ და ხვნილად აქცევდნენ. წაბგდიათ რა ტექნოლოგიები გააჩნიათ. შემდეგ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ხალხი დაიკარგა და ასეთი სიტუაციები ბევრჯერ მომხდარა. და შემდეგ აბრალებდნენ უცხოპლანეტელებს, რომ მათი ფრენა, ამ უცხოპლანეტარული ხომალდების ფრენა საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და უცხოპლანეტელები
ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. სინამდვილეში ეს სიცრუეა. სინამდვილეში დიდი პრობლემა შედგება დიდ პრობლემას წარმოადგენს საიდუმლო კოსმოსური პროგრამები, რადგან მათი ხომალდები დიდ საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას. შეარაღების მათი სისტემა საფრთხეს უქმნის კერძო თვითმფრინავების ფრინავებს. მათი ოპერაციები საფრთხეს უქმნის გეოფიზიკურ მდგომარეობას, გეოფიზიკურ სტაბილურობას. ეს რას ნიშნავს? შეიძლება გამოიწვიონ მიწისძვრები, ცუნამი, ტალღები, ხელოვნური კატასტროფები, კატაკლიზმები. ტექნოლოგიების დამალვა კი საფრთხეს უქმნის მთელ სამყაროს, არა მხოლოდ მიწის სამყაროს, არამედ კოსმოსურ სამყაროს. რადგან ჩვენ დღემდე ვიყენებთ 19 საუკუნის საწვავს. ჩვენ ამბობს რიჩარდ გრი მოგვიწევსო არჩევნის გაკეთება. რატომ და ჩვენ არჩევანზე არისო დამოკიდებული თუ როგორ ბედს ავერჩევთო. ვის ხარეს ხართ თქვენ? გინდათ ოქროს საუკუნეში ცხოვრება თუ გინდათ კატაკლიზმებმა გაგანადგურონ? კარგით, მოდით ამაზე და შევჩერდეთ, იმიტომ რომ აქ მეორდება და იგივე და ფაქტურად ისი თქვა მინდოდა მე გადმოგეცით. ის თავარი ასი გადმოგეცით. და იქ კიდევ ხდება გვარებია ჩამოთვლილი ამერიკული გვარები, მათი ვინც ისას თანამდებობის ადგილები უკავია, თანამდებობები. ახლა რა მინდა გითხრათ? მე არ ვიცი საქართველოში როგორია მდგომარეობა, ალბათობით თავრობაში იციან ამაზე ყველაფერზე. ყველა ვინც ხდება მთავრობის წევრი, ისინი საქმის როგორ გითხრათ, ამ საქმეში გაერკვებოდნენ, რადგან რუსეთი მონაწილეობდა კოსმოსურ პროგრამებში, რასაკვირველია, ქართული მხარეც იქნებოდა საქმეში. მე არ ვიცი ხა რამდენად ჩართულია ქართული მხარე ამ საქმეში, რამდენად იყო ჩართული და დღეს რა ხდება, იმიტომ რომ ქართულ მოსახლეობას არაფერს არ ეუბნებიან, არაფერს. საქართველოში ხომ ცხოვრობენ ასტროლოგები, ასტრონომები, აუცილებლად იქნებიან ისეთი ხალხი, რომლებიც